მე მინდა ამ სხდომის ნაწილის ამ ნაწილის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა უთხრა გურიის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში დეპუტატს ბატონ ვასილ ჩიკოგიძეს, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს და მის მერიას, ვინაიდან ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით კომისიამ იმისათვის, რომ ტელეიმედის ეთერში გასული გადაცემის ღია ეთერის მონაწილე ქალბატონი ნონა ყაულაშვილი მოგვეძებნა, რომელსაც მივესალმები, ის მე მგონი გვისმენს და ჩართული გახლავთ და აღმოვაჩინეთ, რომ ქალბატონი ნონა, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი გახლავთ, ამჟამად ცხოვრობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მას ჰყავს იქ ოჯახი, მინდა მის ოჯახს და მას გამრავლება, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება ვუსურვო და ამ ყველაფერში დაგვეხმარა მუნიციპალიტეტი, მისი ხელმძღვანელები და მადლობა ყველას. ჩვენ ქალბატონ ნონას მივესალმებით და თუ ის თავს დამიქნევს, რომ მივხვდე, რომ ესმის ჩემი ხმა, მადლობა, ისმის ჩემი ხმა, ჩვენ ასე დავიგეგმებით ქალბატონო ნონა. თქვენ გამოგზავნილი გექნებათ გაფრთხილების წერილი, რომელსაც შეძლებთ, რომ ხელი მოაწეროთ და უკან დაგვიბრუნოთ. ამასობაში მე საჯაროდ გაგაფრთხილებთ, რომ კომისიის წინაშე სხვა ხსნა განმარტების მოცემა განზრახ კითხვებზე პასუხზე უარი ან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლის წესით, ეს რომ იცოდეთ და გაითვალისწინოთ და სანამ თქვენ გაგესაუბრებით, სწორედ აი ის გადაცემა სახელად ღია ეთერი, რომელიც აგვისტოს ომს დაეთმო და ტელეიმედის ეთერში გავიდა 2013 წელს, ამონარიდებს მოვუსმინოთ რამდენიმე წუთით. საზოგადოებისთვის განმარტავ, რომ ქალბატონი ნონას გამოსვლა ამ გადაცემაში არის ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვიდეოს ბოლოში და შემდეგ უკვე ბუნებრივად გადაებმება თქვენთან საუბარი. მე ვთხოვ ჩვენს დამხმარე ჯგუფს, რომ ჩართონ ეს ვიდეო და შემდეგ გავთიშავთ, რომ ქალბატონ ნონას გავესაუბროთ. მივესალმებით საზოგადოებას, აფხაზეთიდან დევნილებს, გმირთა ოჯახებს, დაღუპულთა ოჯახის წევრებს. სამაჩაბლოს დიდი ლიახვის ხეობიდან ვარ, ოთინაშვილი მანანა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოიწვია ყოველივე ეს. მე გამოვედი იქიდან 25 აგვისტოს და ვებრაუჭებოდი ჩემს მიწაწყალს იმ იმედით, რომ კიდევ მოხდებოდა მოლაპარაკება და ჩვენ იქ დარჩენილები აღარ გამოვიდოდით და არ გამოყრიდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც თვითონვე გაგვაფრთხილებს, რომ სანამ მოლაპარაკება გაიმართება, თქვენ თეთრი ნაჭრები შეიბით ხელზეო, რომ ხელი არავინ გახლოთ. შეიძლება მოლაპარაკების შემთხვევაში თქვენ დარჩეთო აქ. მოგეხსენებათ, იქ რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც დაიძაბებოდა სიტუაცია, ბავშვები და ქალები გამოდიოდნენ ტერიტორიიდან და ვრჩებოდით უფრო ხანდაზმული ასაკიანი ხალხი. მეგონა ამ შემთხვევასთან მქონდა ისევ საქმე, მაგრამ როცა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, ჩვენ იქ დარჩენილებს ხეობაში, დიდი ლიახვის ხეობაში, მე სოფელ ქურთადან გახლავართ. არ ქონდა იმედი კიდევ რომ დაბრუნდებოდნენ და როდესაც დაიწყეს მარადიორებმა სიტყვა და სიარული და სახლების დაწვა, მაშინ მივხვდით, რომ ისინი როდესაც ჩვენ ქონებას ეზიდებოდნენ, ჩვენ იქ არ დაგვტოვებდნენ. არც სინათლე, არც ჩვენთვის დახმარება არავის არ გაუწევია. ჩვენ ისეთ მომენტში აღმოჩნდით იქ, რომ არავის არ ეგონა, რომ კიდე დარჩენილები იყო, ვინმეს მოეკითხა. ჯერ ერთი დანაშაული ჩვენი ხელისუფლებისა, რომ არასოდეს დევნილებს არც იქ შეხვედრია, სადაც ჩასახლებულები ვართ, არც აქ მქონია საშუალება შევხვედროდით პრეზიდენტს და მერე პირველი დანაშაული შეცდომა არა ამ ხელისუფლებისა და მე მწყის, როცა გამოდიან და კიდევ უნდათ რომ რაღაცაში თავი გაიმართლონ, რა მოგვიტანა სანაკოის ადმინისტრაციის შექმნა, მხოლოდ ის, რომ ხეობის რეაბილიტაციისთვის გადმორიცხული თანხები შეეჭამათ ერთად და მოსახლეობა დაეტოვათ ბედის ანაბარა. აი ეს იყო დანაშაული. შემდეგი მიტოვებული მოსახლეობა უიმედოდ, რომელსაც ევაკუაციაც კი არ
მაპატიეთ ემოციებისთვის არც იმათი გამოყვანა არ მოხერხდა როცა კოკოითი თავის ხალხი გაყავდა იმიდან ხეობიდან ჩვენ სასიცილად არ ყოფნიდა ჩვენო პრეზიდენტი დაგვპირდა იმასო ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ოსები და ქართველები შერიგდნენ სოფელ თამარაშენში ახალ მშენებლობები წამოიწყო და ოსები დაინტერესდებიან რომ ჩემი მშენებლობებით ამოვლენ და ოსები და ქართველები ერთად იქნებიან კონცერტებზეო მაგრამ ეს ასე არ მოხდა ჩვენმა ხეობამ ჩვენი ხეობის მოსახლეობა მოტყუებული დარჩა ვისაც უკანასკნელი კაპიკიც კი ქონდა ყველამ თავის ოჯახებს მოახმარა გაალამაზა ახალი ხელისუფლება მშვიდობისთვის იბრძვისო იქაც მოტყუებული აღმოჩნდა როცა უკანასკნელი კაპიკიც გაიღეს თავიანთი ცხოვრების მოსაწყობად აი ზუსტად იმ დროს თავს დაგვატეხა გაუაზრებელი ომი და იქიდან ბედის ანაბარად რომ წინასწარი არც გაუფრთხილები არავინ ჩვენ მხოლოდ ზოგიერთები ბაღიდან გამოსულები და ისეთ პერიოდში მოხდა რომ იქიდან თითო ჩანთაც არ წამოიღო რომელშიც თავის დასაცმელი და საცვლები მაინც ჩაელაგებიდა აი იმ პერიოდში იმ მდგომარეობაში აღმოჩნდით რაღა არის გასამართლებელი ვერ გამიგია ბატონ დავით და გამოძიებები ჩატარდეს აუცილებლად სალვე ბატონებო სამძიმოს უცხადი იმ ოჯახის მეცმოლის მონაწილე გახლავთ ბატონო ვახტანგ 90-იან წლების და მინდა კარგია რომ ბატონი შოთა მალაშჩაკ ბრძანდება და მინდა უთხრა რომ შეიძლება ადამიანმა 2008 წლის და 90-იან წლების მიცვალებული განსხვავოს ეს არის სახელმწიფო საშინელება სახელმწიფოში იმიტომ რომ ეს გინახიათ პრეზიდენტი მოსული გმირთა მოედანზე შიში როგორ უნდა კონდეს პრეზიდენტს იმისი რომ თავის ვეტერანებს შეძლოს რომლებაც იერარქი დაიცვეს ქვეყანა ბატონო შოთა ეს არის ძალიან მე დამეთანხმებით რომ ეს ასე არის რომ მიცვალებულები 2008 წლისას მე ჩვენი შვილების ბავშვები რომლებიც ჩვენ ხელში დაჩნდნენ და მე დაიხოც რომში ერთი ინიციატივით გაკეთდა დავამთავრეთ მე არ მინახე ეგ არავინ ჩვენ როცა ვიშლებით მაშინ მობრძანდებოდნენ თავრობა მე სპეციალურად უყურებთ იქ მე ომის ვეტერანი ვარ და 90 წლებში მონაწილეობდი თუკისადმეს იყო ყველგან ნახაზე ვიყავ. ამიტომ ცოტა რთული არის ეს სახელმწიფო მართვა პატარა სავაჭრო ბუდკა არ არის. სახელმწიფოს მართვა ჭირდება. არა ის რა და სადღაც პატარა რაღაცა რო დაინახავთ აი ეს უნდა გავაკეთო. და ჩვენ ჩარეცხილები გვიწოდა პრეზიდენტმა. ჩარეცხილები და ის ხალხი რომლებსაც ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა და ზუსტად მაგ სატყუ არ დაუდო იმან იქ სატყუ არა რუსეთმა დაუდო და შეიყვანა ჩვენ კიდევაც მიიღეს რაც მიკროფონი თუ გაქვთ გალოტონი ძალიან ცუდია მოგესალმებით ლია ჩხაჩიძე ერგნეთიდან მე მინდა ქედი მოვიხარო ამ აუდიტორიის წინაშე სადაც ჩემი ხალხი ზის რომელმაც უმძიმესი ტკივილი მიიღო და გამოიარა უმძიმესი დღეები და დღეს დევნილები ქვიათ მე მინდა მორალურ მხარეზე არაფერს არ ვიტყვი ომის ასე ვთქვათ მაგრამ ჩვენთვის პირადად ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა ჩვენ 20 წლის განმავლობაში ვიყავით ამ ომში და ძალიან ბევრი ტკივილი მივიღეთ პირადად ჩემ მეუღლე 1991 წელს დაიღუპა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და ჩვენ ვიყავით ომის ვეტერანები მე მინდა შევეკითხო ბატონ შოთა მალაშხიას რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე იყო წლების განმავლობაში პარლამენტში რატომ გაგვიუქმა წინა მთავრობამ ის შეღავათები მინიმალური შეღავათები რომელიც ჩვენ გქონდა ომის ვეტერანებს ვინმე დაითვალა საერთოდ ზარალი ომის შედეგად დაითვალა ზარალი მე აღარაფერს ვამბობ იმაზე იმ მატერიალურ ზარალზე მორალური ზარალი ეს ამდენი გაუბედურებული ადამიანი დაითვალა ვინმე მე მინდა ბატონო შოთა გითხრათ რომ სოფელი ერგნეთი ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო ომისა და დღეს იქ დემოგრაფიული კატასტროფაა ომის შემდეგ 2008 წლის შემდეგ 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 5 ბავშვი დაიბადა ეს არის ერის სიკვდილი ერის ყდომა და ის ტერიტორიული სტრატეგიული ასე ვთქვათ ტერიტორიები როგორც ერგნეთია და სხვა დანარჩენი ტერიტორიები თუ დაიცალა ხალხისგან მაშინ თავისთავად აღარ დაგჭირდება ჩვენ საზღვრის გადმოწევა. მე ვარ სოფელი ერედვიდან ლიზა ჟუჟნიაშვილი. მინდა ერთი შეკითხვა დაუწვა ბატონ მალახშიას. რატომ არ გააფრთხილეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ომი გარდუვალი იყო და გამოსულიყავით? თუ თვითონ არ გამოგვიყვანდნენ, ჩვენ ხო შეგვეძლო ჩვენი ძალით გამოსულიყავით. მათ სასწორზე დამადებინეს შვილისა და მამის სიცოცხლე. იძულებული გავხდი ორიდან ერთ-ერთი ამ მომენტია. მაპატიოს მამა ჩემი სულმა და მაღალმა ღმერთმა რომ შვილის სული ვარჩიე და მამა ვერ გამომიყვანე. დღემდე ტვირთად მაწევს ეს. დღემდე მამის აფლავი არ ვიცი. ისე დაიღუპა რომ
ვერ გავიგით იმის აფლავი სად არის დაიმარხა თუ არ დაიმარხა ასევე დაემართა ბიძაშებს რა გინდოდათ ხალხო რისთვის გაგწირეთ საზარბაზნე ხორცად რატომ გაგწიეთ თქვენ გინდოდათ გენოციდი მოგეწყოთ ჩვენთვის და სოფლიოსთვის დაგინახებინათ რუსეთები როგორი აგრესორები და ბოროტები იყვნენ მაგრამ თქვენ იმაზე მეტი ბოროტობა გავუიჩინეთ თქვენი ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაშე ჩვენ თუ რუსებისთვის ხვები ვიყავით და მტრები ვიყავით ჩვენ ხო ქვეყნის შვილები ვიყავით რა მნიშვნელობა ქონდა თბილისელი ვიქნებოდით ვერედველი ვიქნებოდით რატო დამადეთ ეს დიდი ტვირთი ზურგზე წოდათ როგორ მოვინელო ეს დიდი წოდა როგორ ვაპატიო ჩემ თავს ის რომ მამის სიცოცხლე შვილის სიცოცხლე ვარჩი როდემდე ვზიდო ეს ტვირთი ადგილობრივ მეომრებს ჩამოართვა იარაღი როცა შევიდა ჩვენი თავრობა არ მინდა სხვანაირად ვთქვა მაგრამ ძალიან მწარედ შევიდა ორი მეომარი შვილის დედა მეომარი მეუღლე რომელიც საგზავს უმზადებდა სამ ვაჟკაცს ის ქალი იქ დაბომბეს როცა შევიდა ნაციონალური მოძრაობა ეს ყველამ ვიცით და რას ამბობენ ის პატარა ჯარისკაცები ჩვენო დავრჩით აქ და ნოდარ ბიძია რა უქნა ჩემი ძმა არის ნოდარ ჩხეტიანი რომელიც დღეს აქ არის და ცოცხალია და რა უქნათო დავრჩითო თქვენი ანაბარაო ძმას ეუბნება შვილო მე რა გიყო ცალფეხზე უდგევარ და სად არის თქვენი მეთაურიო დაურეკავ მაგრამ ბატარია ჩამიჯდა ტელეფონისო და მაშინ ჩემ ძმას მიუცია გერმაკ ტელეფონიო და დაურეკეო და მე ჭუბერში ვარო თავის ასმეთაური უბნება და ნოდარისთვის მიმიბარებია თქვენი თავი როგორღაც გამოდითო და მე უკვე გამოსული ჭუბერში ასმეთაური და პირდიტველა ბიჭები იქ იყო დატოვებული პირველ რიგში მინდა მეუსამძიმრო იმ დაღუპული ოჯახის წევრებს დაღუპული ვაჟკაცების ოჯახის წევრებს შემდეგ მინდა ასე 2004 წელი რომ დადგა ბატონო მალაშხია რას ემსახურებოდა 17 ალბათ წარმოგვიდგინეთ თავი ცხინვალისთან პირველად დევნილი შემდეგ სოფელ ერედვიდან დევნილი ორჯერ დევნილი საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ქვეყანაში ყაულაშვილი ვარ გვარად გასაგებია კი ბრძანეთ ხო გაიგო რა ვიცი ხლა სათხაც ინტრიგებს გახლართავს ხო 2004 წლის 7 ივლისიდან 19 აგვისტომდე რომ განხორციელდა რა ერქვა იმას ცხინვალის რეგიონში რა ერქვა ამ ყველაფერს იქიდან დაიწყო დაიკარგა სტრატეგიული ობიექტი წერტილი საიდანაც კარგად კონტროლდებოდა არა მარტო დიდი და პატარა ლიახვის ხეობა და ფრონის ხეობა არამედ მთელი გორი და გორის რაიონი შემოიყვანეთ ეგრეთ წოდებული სამშვიდობოები და დაგვაყენეთ თავზე შემდეგ არ ვიცი რა სანაკოების ადმინისტრაცია შეგვიქმენით სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლება მოგვიყვანეთ და დაგვისხეთ იქ რომ არაფერი არა ვთქვათ აგვისტოს ომის დროს რომ არაფერი გააკეთეთ იმისათვის არ იზრუნეთ რომ ხალხი მშვიდობიანი მოსახლეობა გამოგეყვანეთ და ეს გეზრუნათ მათზე ყველაფერი ამის მერე 2008 წლის 12 აგვისტოს რას ზეიმობდით თბილისში რას ზეიმობდით თბილისში თურმე საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ ჩამოშლილა სამაგიოროდ ტერიტორია ძალიან დიდი ტერიტორია დავკარგეთ ძალიან ბევრი ვაჟკაცი დაიღუპა იქ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი ეს არ გვაკმარეთ თბილისისთვის თურმე ზედმეტები აღმოჩნდით დევნილები სასწრაფო ტემპით ააშენეთ ის რაღაც კოტეჯები ვითომ სახლები გაგვიყვანეთ სველ შენობებში შეგვიყვანეთ რამდენი ადამიანი იქ დაავადდა ის ნესტიან სახლებში რომ შეიყვანეთ და ის არ გვაკმარეთ ჯალათები დაგვიყენეთ რომ არავის არაფერი არ გვეთქვა ჩვენ ტკივილზე რომ არაფერი ხმა არ ამოგვეხო შექმენით ისევ დევნილებისგან ზონდერ ბრიგადები შექმნით და დაუსიეთ ხალხს რუსთაველზე კარალეთის დევნილების შესახლებაში და ყველაფერი სიბინძური მათი ხელით აკეთეთ ისევ დევნილების ხელით ეს გიგვით კიდევ თქვენ ბატონო მალაშხია ის კი არა ის არ გვაკმარეთ და უშიშროების თანამშრომლები დაგვდევდნენ თურმე ვინ გაგვაფრთხილა რომ გამოვსულიყავით ამას ძიობდნენ თორე იმას კი არა ძიობდნენ იქ სინამდვილეში რა მოხდა და ამის მერე თქვენ გაქვთ მორალური უფლება საერთოდ ნაციონალურ მოძრაობას და თქვენ ხელისუფლებას საზოგადოებას ელაპარაკოთ და ჩვენ დევნილებს გველაპარაკოთ კონცლაგერები შექმნით და მე დაგვაყენეთ ჯალათები თავზე მადლობა ტელეიმედს ორიგინალი გადაცემის ჩანაწერის მოწოდებისთვის მის ხელმძღვანელებს
და მთელს ასე ვთქვათ корпуს ვინც ამ ტელეარხისთვის მუშაობს დღემდე და იბრძვის სიმართლის საჩვენებლად საზოგადოებისთვის. ქალბატონო ნონა, ახლა უკვე კიდევ ერთხელ პირადად თქვენ მოგესალმებით. არაერთი წელი კომისიის წევრებს ყოველს მოგესალმებით. ქალბატონო ნონა, თქვენთან მაქვს მე ასეთი კითხვა და შემდეგ თქვენ ბრძანეთ რისი თქმაც გნებავთ და წევრებიც დაგისვამენ შეკითხვებს. ჩემთვის იმ გადაცემაში, რაც მოვისმინეთ ახლა ყველამ ერთად, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაც თქვენ ბრძანეთ და ამან გადამაწყვეტინა მე პირადად, რომ თქვენი კვალი მოგვეძებნა და მადლობა ბატონ გონერი კაპანაძეს, რომელმაც თქვენთან დაგვაკავშირა. იყო ეს სიტყვები: უშიშროება დაგზდევდა და ცდილობდა გაეგო, ვინ გაგვაფრთხილა, რომ გამოვსულიყავით. ამასთან დაკავშირებით იქნებ ფაქტებით და გვარებით და სახელებით გითხრათ, რას გულისხმობდით ეს, როდესაც თქვით, ასევე ამ კითხვაზე პასუხის შემდეგ, რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროთ, რომ ბრძანოთ და კომისიის წევრები შემდეგ სათითაოდ დაგისვამენ კითხვებს. გთხოვთ. მოგახსენებთ, ქალბატონეთია, უშიშროება, როგორც მოგახსენებათ, მოსახლეობამ, როცა გამოვიდნენ, როგორც იქნა, რომ თავი დააღწიეს დაბომბვებს და როგორღაც თბილისამდე ჩააღწია მოსახლეობა, თვით დინებით დაიწყეს თავშესაფრების ძებნა. ეს იყო სკოლები, საბავშვო ბაღები, მიტოვებული შენობები. მე პირადად მომიწია თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ამიერკავკასიის ძალების რაღაც ძველი მიტოვებული შენობა იყო. იქ ცხოვრება, იმ სიბინძურის გაწმენდა და იქ ერთი ოთახის მოძებნა, რომ იქ თავი შეგვეფარებინა. შემოდიოდნენ გარედან უთვალთვალენ კონკრეტულ სახელებს და გვარებს მე ვერ დავასახელებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის უცნობი იყო, უბრალოდ ვიცოდით ის, რომ ნამდვილად გვითვალთვალებდნენ, თუ სადმე ხა აქცია იყო და ვინმე არ გასულიყო, თავისი პოზიცია არ დაეფიქსირებინა, ტელევიზიებში შიგნით შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ, რომ პრობლემებზე არ ესაუბრა მოსახლეობას, იბლოკებოდა, ანუ ასე ვთქვათ, იბლოკებოდა ყველა ის შენობა, სადაც დევნილები იყვნენ განთავსებული. ეს გრძელდებოდა უკვე, როდესაც მოხდა დევნილების განსახლება კოტეჯებში, კომპაქტურ ჩასახლებებში. შეიქმნა ეგრეთ წოდებული მამასახლისების ინსტიტუტები. დავალებული ჰქონდათ მათ, რომ უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახში ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა, საერთოდ ვინსად როგორ გადაადგილდებოდა. სტუმარი ვერ შემოსულიყო ოჯახში მათი ნებართვის გარეშე. აი ამ წნეხისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა დევნილობის, 8 აგვისტოდან მოყოლებული მოსახლეობა. და ვინ ისინი გეკითხებოდნენ, რომ ვინ გაგაფრთხილათ, რატომ გამოხვედით? არ გვაძლევდნენ ამის უფლებას, ქალბატონეთია, რომ ეს გვეთქვა. რომ ვინმე შევხვედროდეთ ჩვენ პრობლემებზე გვესაუბრა, ვიღაცა დაინტერესებული რომ ყოფილიყო, ამის უფლებას არავინ არ გვაძლევდა. თავისთავად ვერ ვიტყოდით იმ პრობლემებზე და აინტერესებს, სწორედაც რომ აინტერესებდათ, რომ ჩვენ ვისგან ვიყავით გაფრთხილებული, არავისგან არ ყოფილვართ ქალბატონეთია გაფრთხილებულები, თვით დინებით, თვით გადარჩენის ინსტინქტით. რომ იმ დაბომბვების მერე, იმ სროლების მერე უკვე მოსახლეობა რომ მიხვდა, რომ უკვე მიტოვებული იყო უყურადღებოთ მოსახლეობა, თვით დინებით რომ გამოედინებოდა და გადავიდა. როდის მიხვდით, ქალბატონო ნონა, თქვენ როდის დაიძარით, როდის მიხვდით? მე პირადად ქალბატონეთია 9 აგვისტოს დავტოვე სოფელი, მე პირადად დაბომბვების შემდეგ მე 8 აგვისტოს სოფელი არ მიმიტოვებია. იმიტომ მე ვხვდებოდი მე პირველი დევნილობის კი ბავშვი ვიყავი პირველ დევნილობას, მაგრამ გარკვეულწილად გამოცდილება თითქოს მქონდა, რომ მე თუ სოფელს კიდე დავტოვებდი, მე იქ ვეღარ დავბრუნდებოდი. ამას თითქოს გულიც მეუბნეოდა, რომ მე თუ სოფლიდან გავედი და ვცდილობდით მაქსიმალურად ოჯახი მთლიანად ყველანი ვიყავით, 4-ვე ოჯახის წევრი იქ ვიყავით,
სოფელში 8 აგვისტოს, მაგრამ დილით უკვე დედის დაჟინებული თხოვნით, რომ მე უნდა დამეტოვებინა სოფელი, თუ არა თვითმკვლელობი დამემუქრა დედა, რომ მე თავს მოვიკლა, ვიცოდე, შენ თვალწინ შენ თუ სოფელს არ დატოვებ და შენ სიცოცხლეს არ გადაარჩენ, იმიტომ დედა თვითონ დარჩა სოფელში ისე. მე გამომიშვა სოფლიდან. ის ჩემი ბიძაშვილი გორიდან დაგვიკავშირდა, ის ძალიან ძნელი იყო კავშირგაბმულობა, მაშინ ძალიან ჭირდა დაკავშირება ერთმანეთთან, მობილურები გათიშული იყო უმეტესწილად. და რომ დაგვიკავშირდა ბიძაშვილი, რომ უნდა ამოგაკითხოთ და მოემზადეთ, უნდა გაგიყვანოთ. აი აქ მოხდა დედასა და ჩემ შორის დაპირისპირება, თუ მე წავიდოდი, დედაც უნდა წასულიყო, მაგრამ დედა არ ტოვებდა. იმიტომ მე იმხელად ძნელი რთული გზა განვლე პირველ დევნილობაში, რომ მე ნამდვილად ჩემს სოფელს აღარ დავტოვებ, რამდენჯერ უნდა განვიცადო ჩემს ქვეყანაში დევნილობაო. დედას პასუხი იყო ასეთი. და ძალიან მიჭირს ახლა დედა ახალი გადაცვლილია და ცოტა მიჭირს მასზე საუბარი. და აქედან მივხვდი უკვე, რომ მე თუ სოფელს დავტოვებდი, მე იქ აღარ დავბრუნდებოდი. თანაც რა იყო, 8 აგვისტოს რომ სოფელი დაიბომბა, აი არ ვიცი, ენითაუტერელი სიტუაცია იყო. ვერფრენი რომ შემოფრინდა, აი მე დავამატებ ახლა ვერფრენი რომ შემოვიდა, ვერ მივხვდი ის ქართული საქართველოს იყო თუ ტრის, იმიტომ გორის მე როგორც დავინახე, გორის მხრიდან შემოვიდა. უფრო რუსეთის მხრიდან ხა როკის გვირაბის მხრიდან კი არ შემოვიდა, უფრო გორის მხრიდან შემოვიდა ვერფრენი და დავიბენი ეს ჩვენი იყო თუ მტრის იყო. წრე გააკეთა სოფლის თავზე ვერფრენმა და გაიცნო უცბად უეცრად შემზარავი ხმა და საშივა ვიხედეთ, იყო საშინელი მტერი და სცვიოდა ჭურვის ნამსხვრევები. ეს ჩამოვარდა სოფლის ეკლესიასთან, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არის, რომელსაც გარს აკრავს დიდი გალავანი, გალავანთან დაეცა პირველი ჭურვი ჩამოვარდა, სადაც დაიღუპნენ ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი დედა და მისი მომლელი შვილი ადგილზე დაიღუპნენ. ის იყო საშინელი სანახავი, ძალიან მიჭირს საუბარი. ქალბატონო ნონა, შემდეგ თქვენ გაარკვიეთ, ვისი თვითმფრინავი იყო ეს? როგორც გამოჩნდა, მტრის ალბათ, ხა, იმიტომ მე ვერ გაარკვიეთ. ნამდვილად ჩემთვის უცხოა ახლა ის რომელი საქართველოს ეკუთვნოდა თუ რუსეთს მტერს ეკუთვნოდა, მე ვერ გეტყვით ამას, იმიტომ თვითმფრინავი შემოვიდა სოფელში, წრე გააკეთა სოფლის თავზე და დაიბომბა სოფელი. ეს მერე ბოდიში ქალბატონო ნონა. თვითმფრინავი თქვით თქვენ და ეს თვითმფრინავი იყო თუ ვერტმფრენი? არ ვიცი, ბომბ დამშინე, იქიდან დაიბომბა სოფელი, ხა მე მამაში მათალიონ გითხრათ ვერ ვერყვევი. კი ბატონო. 8 აგვისტოს რომელ საათზე? ხო არ გახსოვთ დაახლოებით საათის 5-6-ის მონაკვეთში, იმიტომ ეხლა დროისთვის ნამდვილად საათს ვერ დავხედავდით. ეს იყო როგორი საღამოს პერიოდი იყო, დიახ, საღამოს პერიოდი იყო, ეს პირველი ჭურვები რო ჩამოცვიდა, თითქოს ითქვა თავიდან ასეთი რამე, რომ სამხედროები საერთოდ გადაადგილდებოდნენ, ის გზები დაიბომბა, მაგრამ არა, იქ იყო სრულიად მშვიდობიანი მოსახლეობა, სადაც ჭურვები ჩამოცვიდა, სრულიად მშვიდობიანი მოსახლეობა, თქო, იმდენად დასახლებული სოფელი იყო ზოგადად ერედვი ხშირი. და შემდგომ უკვე რომ გამოვედი და ჩამოვარდა დაბომბების მერე ჩამოვარდა სამარისებული სიჩუმე, თითქოს უცბად ჩამობნელდა და შეწყდა ყველანაირი სროლის ხმა და უკუნითი სიჩუმე ჩამოვარდა. ვიფიქრე, რომ აი ამ ჭურვების მერე თითქოს აღარავინ იყო ცოცხალი გადარჩენილი. ამ დროს იყო უკვე სოფელი ფაქტიურად დაცლილი.
თვითდინებით მინდვრების მხარეს, ასე მოსახლეობა თვითონ გარბოდა და ცდილობდა თავის გადარჩენას. არავის მიერ მოსახლეობა გაფრთხილებული არ ყოფილა. ის კი არა 8 აგვისტოს დილით უკვე რომ მასიურად დაიწყო სროლები. იქვე შემოსულ პოლიციელებს ვეკითხებოდით, რომ რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიჩვეულები ვიყავით თითქოს უკვე ასე პერიოდულად სროლები იყო, მე ისევ ჩაწყნარდებოდა, მე ისევ კიდევ განახლდებოდა, თითქოს ასე ცხოვრებას უკვე წლების მანძილზე მიჩვეულები ვიყავით და კითხულობდით, რამდენად სერიოზული იყო უკვე ეს სიტუაცია, რომ ბავშვი, ჩემი ბიძაშვილი, შვილი 3 თვის ბავშვი ისევ სოფელში ვყავდა. და ბავშვი გაგვეყვანა თუ არა უკვე სოფლიდან. ბავშვის გაყვანა მოხდა დაბომბვამდე დაახლოებით 2 საათით ადრე. რა გიპასუხათ პოლიციამ? რა ხდებაო, ესეთი არაფერი არ ხდებაო, ჩვეულებრივი როგორც ხდება ხოლმე. ჩემთვის უცხო პიროვნებები იყო, თუმცა ბევრი უცხო ადამიანი იყო შემოსული. კიდევ იყო ის, რომ ჯარისკაცები, ეს პირველა ბიჭები იმ დღისით შემოიყვანეს ყვითელი ავტობუსებით. ჩამოსხეს და ავტობუსები გაბრუნდა უკან. არ ვიცი ახლა თავისი ბრძანება ექნებოდათ ამ ჯარისკაცებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ. იქვე მე სადაც ცხოვრობდი, იყო ძველი უნივერმაღი, ზოგი განთავსდა უნივერმაღის შენობაში, იყენებდნენ თავშესაფრად. ძალიან ძნელია გახსენება არ უნდა, უბრალოდ მოსაყოლად არის ძნელი იმ ყველაფრის, რაც ჩვენ გადავიარეთ. გასახსენებელი გახსენება არ ჭირდება იმას, რაც ქალბატონ დონა, დიახ, კითხვებს დაშავენ წევრები თქვენი ნებართვით და კითხვებზე პასუხის რეჟიმში გაგიადვილდებათ უფრო. ვის სურს კითხვის დასმა? ბატონი სოზარი. მოგესალმებით. უბრალოდ მართლა ძალიან ძიმე მოსასმენია, ძალიან ძიმე გასახსენებელია ეს ამბები, რაც გასახსენებლად ძალიან ძნელი. თუმცა არ მოვიწყდება. რა დაგვაუწყებს ამას. აი უბრალოდ ყველამ გაეს მართლა ყველგან ერთი და იგივე ხდებოდა, რომ მოსახლეობა არ იყო გაფრთხილებული და არა მხოლოდ გაფრთხილებული არ იყო, პირიქით ყველგან გვეუბნებოდა, რომ თქვენ არაფერი გემუქრებათ და საბოლოოდ აღმოჩნდა ყველაფერი პირიქით ყველაფერი საფრთხის წინაშე დადგა მოსახლეობა. მე უბრალოდ მინდა ამ ეტაპს გავსვეთ, აი თბილისში ჩამოხვედით. თქვენ თქვით, რომ თქვენი თვითდინებით დაიწყეთ რაღაც შენობების დაკეთება და ვადასტურებ, რომ ზუსტად ასე იყო, ერთი ადამიანი არ იყო, ვინც ხელისუფლების მხრიდან რაღაც ვიღაცა სადმე წაუძღვებოდა და ეთყოდა, რომ აი აქ თქვენი თავშესაფარია. მაგრამ ერთია, რომ შენობა დაიკავეთ. ამის შემდეგ არის წამოხვედით ცარიელი ხელებით, არც საჭმელი, არც სასმელი. იმ შენობაში მით უმეტეს წყალიც არ მოდიოდა, ხო? და განადგურებული იყო ყველაფერი, არც ფანჯარა, არც თქვათ საწოლი, საბანი გინდა, ლეიბი გინდა. ვინმე მოვიდა, ვინმე გეხმარებოდათ, ვინმე რამეს გეუბნებოდათ, აი ხელისუფლება როდის გამოიფხიზლდა, რომ ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. მართალი რომ მოგახსოვთ ბატონო სოზარ, მე პირადად ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად არავინ არ მინახავს, უფრო იყვნენ მოქალაქეები, უფრო თითქოს ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები თუ რაღაც, ვინც ცდილობდა ვითომ რაღაცა შემოეტანა და მახსოვს შემოგვიტანეს საბნები. ის საბნები არ იყო ბატონო სოზარ და ლეიბები, ის იყო ჩვენი მასხარად აგდება. საშინელი სუნი ასდიოდა. უბრალოდ რომ მე პირადად ვერავის ვერ შევკადრებდი ასეთ რაღაცას და კი მე ჩვენი პროტესტის მერე ვაკე საბურთალოს თვალწდები გამგებელი იყო მოსული, რომელთანაც დავაყენეთ ეს საკითხი და მან ყურადღება მაშინ მოგვაქცია. მაშინ როცა ჩვენ უკვე გავაპროტესტებთ ეს მე არ ვიცი სახელი და გვარი ვინ იყო პიროვნულად იმ დროს რომელი რიცხვი იქნებოდა? სადღაც დაახლოებით ეს იქნებოდა უკვე ნოემბერ-დეკემბერი ელექტროენერგია გათიშეს, ჩაჭრილი იყო ელექტროენერგია და ეს გააპროტესტა მოსახლეობამ და ამ პროტესტს
მოყვა კიდევ ის პრობლემები, რაც იყო ამოვიტანეთ ისაბნები და მაშინ ვაჩვენეთ. მოსახლეობა რომ გამოვიდა და ქუჩა რომ გადაკეტა, სადღაც ნოემბერი, დეკემბრის დასაწყისი იყო დაახლოებით ეს პერიოდი, უკვე ზამთრის პერიოდი იყო. ანუ აგვისტოდან ნოემბრის ბოლო დეკემბრის დასაწყისში ეს საბნები ახალი შემოტანილი კონკურენცია რო დაიწყო. მანამდე იყო ახლა კერძო პირები გვეხმარებოდნენ, ჩვენი სამეგობრო წრე იყო შემოდიოდნენ უფრო ესე კერძო პირები, მართალი მოგახსენოთ, ხა მე მთავრობის წარმომადგენლები პირადად არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მე საჯარო მოხელე ვიყავ, მეტყვი სამოქალაქო რეესტრის პერიოდის სამსახურში მუშაობდი. ნამდვილად არ მინახია იქ მოსული, მინახავს იქ მოსული ვინმე. მართლაც ნამდვილად არ მინახავს. და ეხლა ის თქვენ რო თქვით კოტეჯები, ისინი ცოტა გვიან აშენდა, ხო? იმას ეხლა დრო სჭირდება. ეს კოტეჯები უკვე დაიწყო 2009 წლიდან, უკვე მოსახლეობის გაყვანა მე პირადად 2009 წლის ნოემბერში მომიწია გადასვლა გორში კოტეჯებში საცხოვრებლად. 2009 წელი იყო უკვე. ეს სასწრაფო ტემპით შენდებოდა, თქვენს კარგად მოგეხსენებათ ბატონო სოზარ, ის როგორი ტემპით შენდებოდა, გავიხედებდით საძირკველი გოგონა რო არ იყო გაჭრილი და უკვე კედლები იყო ამოყვანილი. იქიდან გამომდინარე ჩქარა სასწრაფო ტემპით გაყვანილი იყო დევნილები ქალაქიდან. თითქოს წვირთი ვიყავით ჩვენ თბილისისთვის, არა მოსახლეობისთვის, არამედ მაშინდელი ხელისუფლებისთვის. მოსახლეობისთვის ნამდვილად არ ვიყავით ერთში. სანამ უბრალოდ იქ გადასვლას მიუბრუნდებით, ეს შენობა კარგად მახსოვს, იყო სრულიად განადგურებული, იმიტომ რომ ეს იყო ამერიკასის სამხედრო შტაბის, საბჭოთა კავშირის, შემდეგ რუსეთის ყოფილი ზაკოს შენობა, ეს ეძახდნენ. და აღარც კარი ქონდა, აღარც პანჯარა, ხო სწორად მახსოვს თუ იყო რაღაც ეს შენობა? იყო ადგილ პერიოდ ზოგან იყო შენარჩუნებული, ხა მე პირადად რომელ ოთახში ჩავედი ვერ ვიწუწუნებ, იყო ქონდა შენარჩუნებული პანჯარა და კარი. ეს იყო სარდაფში უკვე დაბლა ჩავედით, დაბლა საფულზე, სარდაფში მოგვიწია ჩვენ შესვლა უკვე. სადაც იყო შენარჩუნებული დაბლა სარდაფში ვიყავით ჩასულები. და სადაც არ იყო შენარჩუნებული, უკვე დადგა დეკემბერი, ცივა ხო და აი იქ რამე გაკეთდა, რომ ელემენტარული პირობები გაკეთებულიყო, ხო? არაფერი, ისე თვითონ მოსახლეობამ რაღაცა ელემენტარული წყალი რომ აგვიღო, იმის ონკანი არ იყო და ისე ჩვენი სახსრებით რაღაცას ვაკეთებდით. წყალი რომ აგვევსო ფილებში იმის ონკანები არ იყო და ესეც ჩვენი შევძელით რაღაცა გავეკეთებინა. ეს შენობა მაშინ სახელმწიფოსი იყო თუ კერძო იყო, ხო არ იცით? თუ არ ვცდები, მაშინ სახელმწიფოს ეკუთვნოდა ისევ. თუ არ ვცდები, იმიტომ კერძოდ მე გაიყიდა, თუ არ ვცდები ეს შენობა ჩვენს მერე. ვერ გეტყვით ზუსტად. კი ბატონო. სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწოდით, რაც მე არ ვიცი, ვერ გეტყვით. მადლობა. ქალბატონო ნონა, თქვენი აზრით, როდესაც დაიკარგა, მას შემდეგ რაც დაიკარგა დამატებით ასეულობით სოფელი ჩააბარეს მტერს. ყვითელი ავტობუსებით შემოყვანილი წვევამდელები მიატოვეს და გაწირეს მათი სიცოცხლე. თქვენი დინებით გამოასწარით და რომ არა დედა თქვენის თავგანწირული, თქვათ უკანასკნელი, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება დედას შვილთან საუბარში შეიძლება გქონდეს, რომ შენ თვალწინ მოვიკლავ თავს თუ არ უშველი თავს და არ დამტოვებ. ამაზეც კი რომ წავიდნენ მშობლები იმისთვის, რომ თავიანთი ახალგაზრდა შვილები გადაერჩინათ, ასე გამოასწარით. დაიკარგა ყველა და ყველაფერი, რაც შეიძლება სახელმწიფომ დაკარგოს ომის პირობებში. წამოხვედით თქვენ და თბილისში არანაირი ხელშეწყობა არ დაგახვედრათ ხელისუფლებამ და თბილისელების და კერძო პირების ინიციატივების წყალობით ზოგი კვილის ჯაგრის აგროვებ და ზოგი ბავშვისთვის ელემენტარულ ჩასასვლელს თუ გამოსაცვლელს, აი ამ პირობებში ჩვენ ყველანი მომსწრენი შევიქენით კონცერტის, სადაც სააკაშვილმა იზეიმა გამარჯვება. ამდენი წლის მერე ახლა მაინც ხომ არ გაიგეთ, რას ზეიმობდა სააკაშვილი და თქვენი აზრით რა მიზანი ჰქონდა ამ ზეიმს? რა იყო ეს, რა სახელს არქმევთ დღეს თქვენ ამდენი წლის მერე ამ ყველაფერს? ან თქვენ თუ მიხვედით იქ?
არა მე პირადად ვერ მივიდოდი და არ მივიდოდი ბატონო სოზარ იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის ეს ზეიმი არ იყო ზეიმი ჩემთვის ზეიმი იქნება როდესაც მე დავბრუნდები ცხინვალში ჩემს სოფელში და ამდენი წლების მერე ჩემს მიცვალებულების საფლავზე მექნება საშუალება რომ ერთი კვერცხი წითელ პარასკევს ერთი კვერცხი მაინც გადავაგორო და დედის ცხედარი გადავასვენო იქ სადაც მისი სურვილი იყო რომ გასვენებულიყო სადაც ყოფილიყო მისი სამუდამო გასასვენებელი თუ კი ამის შესაძლებლობა მექნება ზეიმი იქნება ჩემთვის მაშინ როცა ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება თუ არა 12 აგვისტოს სააკაშვილის ხელისუფლება რაც ზეიმობდა თავიანთ გადარჩენას ალბათ თვითონ რომ გადარჩნენ და თვითონ რომ დაშნენ ხელისუფლებაში იმ პერიოდში სხვა მათსაზეიმო არაფერი არ ქონდა და არც ნამდვილად 150 ქვაღორღიანი სოფელი არ ყოფილა ის რომელიც დაიკარგა თურმე მაშინ ნამდვილად არ ყოფილა ქვაღორღიანი სოფელი თუნდაც ქვაღორღიანი ის ქვა მისჩევნია მე მაგალითად ბევრის მაგრამ ის ნამდვილად არ ყოფილა ქვაღორღიანი ის იყო მადლიანი ადგილი რომელიც დაიკარგა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემთვის საქართველოს იწყება ცხინვალის რეგიონიდან ბოდიშით ამ გამოთქმაზე მაგრამ თავდება ცხინვალის რეგიონში იმდენად მიყვარს მე ჩემი არე ჩემი კუთხე სადაც მე დავიბადე და გავიზარდე ბატონი ალეკო ტაბატაძე მოგესალმებით ქალბატონო ძალიან მძიმე იყო რა თქმა უნდა თქვენთვის დღევანდელი დღე ის წარსულის გახსენება მე მაქვს ასეთი კითხვა არა მარტო თქვენ აქ ყველა გამოსრულმა გაიხსენა ის მძიმე დღეები თქვენ როგორ ფიქრობთ რას ემსახურებოდა ის რომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა ამ დღეებში და არ გაუკეთეს ევაკუაცია დროზე რას ფიქრობთ თქვენ აი ამდენი წელი გავიდა ამდენი ფიქრის და დიდი ფიქრი არ უნდა ამ ყველაფერს მაშინაც და ახლაც ასე ვფიქრობ რომ ეს ემსახურებოდა რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო და ვითომ იმის მტკიცება რომ როგორი აგრესორია რუსი რო აგრესორია და რუსი რო დამპყრობელი ამას ორი აზრი არ აქვს მაგრამ უფრო მეტი აგრესორი გამოსულიყო რუსეთი და თომ ესენი ძალიან ერის მოყვარული ხალხი ხელისუფლებაში მყოფი პირები თითქოს დიდი ერის მოყვარული ხალხი მაგრამ ატომღაც მგონია რომ ორივე მაკეთა ერთი საქმე ჩვენმა ხელისუფლებამ აკეთა რუსეთის საქმე ალბათ გენოციდი უნდა და დაემტკიცებინათ მსოფლიოსთვის რომ რუსმა მოგვიწყო გენოციდი ვერ გეტყვით მე ასე ვფიქრობ რომ ალბათ გქონდათ ბუნებაში რომ მადლობა გასაგები ბატონი ილია ბატონი თენგიზი ბატონო მოგესალმებით დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ვაჟკაცობისთვის გამძლეობისთვის დღეს რასაც უყურეთ იმ გადაცემაში იქაც ძალიან აშკარა იყო თქვენი გამბედაობა რომელიც თქვენ გამოიჩინეთ თუნდაც იმ თქვენი აზრის გამოთქმისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც 2013 წელს მოგეცათ საშუალება რომ თქვენ დაგეფიქსირებინათ, ეს დეტალები გაგეხსენებინათ და ესე საჯაროდ ხაზი გაგესვათ იმ ძალიან მძიმე დღეების გადატანის. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანია იქიდან წამოსული, რომლებსაც თქვენსავით, აი ჩვენ რომ მოვისმინეთ, ჩამოვიდნენ აქ, დარჩნენ უყურადღებოდ, არანაირი ელემენტარული რაღაც არ იქნა მათ მიმართ, დახარჯული, ყურადღება მიქცეული, სიტყვა შეწეული და ასე შემდეგ. მე უბრალოდ მინდა აი დასკვნათ თქვენს ჩართვამდე ჩვენ ვისმენდით კოდორის ისტორიას და იქაც ზუსტად ანალოგიურად არანაირი ყურადღება, არანაირი მოქმედება უდანაშაულო ხალხის გამოყვანის, ევაკუაციის არ მომხდარა.
მე უბრალოდ დასკვნის სახით მინდა ჩემი აზრი გითხრათ, რომ არა მარტო მიწა იყო ჩაბარებული და ის სოფლები, ის ადგილები ჩვენი სამშობლოს ულამაზესი ადგილები, არამედ ხალხიც გაწერიეს და უბრალოდ შემთხვევით ხართ გადარჩენილი ალბათ და ყველა ვინც გადარჩა და მოახერხა რაღაცნაირად გამოსულიყო, ეს არის მე ვფიქრობ ის შემთხვევითობა, რომელიც ერთმანეთს დაეხმარეთ თქვენ მეზობლები, თანასოფლელები, იმ კუთხიშვილები, რომ მაქსიმალურად ერთმანეთზე აგეღოთ პასუხისმგებლობა და ერთმანეთის იმედით წამოსულიყავით და ყველას მინდა დიდი მადლობა მოუხადო, ვინც ესეთ მძიმე დროს ერთმანეთს გვერდში დაუდგა, ერთმანეთს იმედის ხელი გაუწოდა და ამდენი წლის მანძილზე ამ ყველაფერს ინახავთ ეფერებით და დარწმუნებული ვარ ალბათ ურთიერთობაც გაქვთ და იმედი მაქვს რომ როგორც თქვენ ნატრულობთ რომ იქ დაბრუნდეთ მე იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი მალე მოხდება და ის მომავალი თაობა რომელიც შეესწრო მაშინ პატარები რო იყვნენ თქვენ გაიხსენეთ რომ პირველი დევნილობის დროს თქვენც პატარა იყავით არა მეც ბავშვი ვიყავ 12 წლის ასეთი რა ხდი პირველად დევნილი და მინდა რომ ის მომავალი თაობა ვინც ამ დევნილობას მაშინ შეესწრო და ეს უბედურება ამ უბედურების გადატანა მოუწიათ მალე დაბრუნდეს და იზეიმოს ეს ულამაზესი დღე როდესაც ერქმევა საქართველოს გამთლიანება მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ბატონი თენგიზი ბატონი სოზარი მოგესალმებით მეც მისამართად რთულია თქვენთვის ეს ამის გახსენება მაგრამ უნდა გავაკეთოთ ეს მე ჩემი კითხვა იქნება ბატონი ალეკოს კითხვის გაგრძელება რას ემსახურებოდა როდესაც არ გაგაფრთხილეს მე თქვენ ახსენეთ უშიშროების თანამშრომლების ნუ ალბათ კუდი რომელიც აგროვებდა ინფორმაციას ვინ გაუკეთა ორგანიზება თქვენ გამოყვანას ესე იგი ეს უკვე მას შემდეგ რაც უკვე დევნილები გახდით ხო ანუ ეს მიზანი რომ ვინ ჩაშალა რაღაცა ის დიდი ოპერაცია თქვენი გენოციდისა ამას ემსახურებოდა ამას ამბობთ თქვენ ხო და ამას უკავშირებთ ასე გამოდის იმიტომ რატომ უნდა დაინტერესებულიყო მაშინდელი სუსი თუნდაც უდი რატომ უნდა დაინტერესებულიყო იმაში ჩვენ ვინ გავახსენებთ მადლობელი უნდა ყოფილიყვნენ მათი გასაკეთებელი საქმე თუ ოდიშით რატომ უნდა დაინტერესებულიყვნენ რომ ჩვენ ვინ გავავრცელეთ ნამდვილად არავის არ გავავრცელები ვართ აი ნამდვილად ეს იყო თვითდინები თვით გადარჩენა იყო უკვე იქ იმიტომ მე მახსენდება დაბომბების შემდეგ პირველი დაბომბის შემდეგ მამა იყო დიდი ლიახვის ხეობაში და თავისთავად უკვე რომ დაბომბების და ასეთი მასიური სროლების შემდეგ მე მას დავუკავშირდი და მესმის მამას ხმა მანქანაზე ვარ შვილო მოვდივარ და ამბობს ტყვიან ფქვევის ხმა გზაზე რომ გადმოდის ეს დიდი და პატარა ლიახვის დამაკავშირებელი ეგრეთ წოდებული ჭერიახოს გზა რომ როგორი სროლებში და როგორ გაჭირვებით მოუწიათ გადმოსვლა არ მოვიწყდება ის რომ დაბომბების მერე უფრო გავრცელდა ინფორმაცია რომ ეპიცენტრში იყო პოლიციის შენობასთან ცხოვრობდი მე და რომ გადმოვიდნენ იქიდან ქალები და ბავშვები გადმოიყვანა ავტობუსები მოდიოდა ეხლა იქ ყავდათ ხალხს მოსახლეობას ავტობუსები კიდევ იყო რომ უფასოდ ემსახურებოდა ეგრეთ წოდებული სანაკოის ადმინისტრაცია რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია რომ შეიქმნა იქ ყავდათ ავტობუსები რომლებიც მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა გადაყვანა გადმოყვანაში იმ გზაზე ის ავტობუსები დაიძრა და მოყავდათ მშვიდობიანი მოსახლეობა ბავშვები და ქალები თორე ხა მამაკაცები ნამდვილად ესე მარტივად არ ფიქრობდნენ ამათი სოფლების მიტოვებას ესეც იქიდან იყო გათვლა ალბათ ჩემის აზრით იმას ფიქრობდნენ რომ ბავშვები და ქალები განერიდებინათ სიტუაციის დამშვიდებამდე მაგრამ კარგად მოგეხსენებათ სიტუაცია არამს თუ დამშვიდდა და უფრო რთული შეიქმნა იქ ვითარება და შესაბამისად ვეღარც ერთი ბავშვი და ქალი კი არა ის იმ მამაკაცებსაც მოუწიათ უკვე ტერიტორიების დატოვება ორი დეტალი თქვენ ახსენეთ თვითონ დევნილები რომლებიც მონაწილეობდნენ
ამ რეპრესიებში რადგანაც ის დავარქოთ ახლა ამ ტერმინს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რათა თქვენ ყოფილიყავით ჩუმად ამ თქვენი გაჭირების თაობაზე არავისთვის ინფორმაცია არ მიგეწოდებინათ. ალბათ ასევე აგროვებდნენ უშიშროებისთვის ინფორმაციას ვინ გაუკეთა ორგანიზებად თქვენს ცოცხლად გადარჩენას. შესაბამისად, შეიქმნა ეგრეთ წოდებული ჯგუფები. ესენი ხო თქვენი თანასოფლელები იყვნენ, თქვენი ნათესავები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ამას აკეთებდნენ მაინც ასე წაფშეუხრელად, რომ თავის დევნილ მოსახლეობას ამას უკეთებდნენ? აკეთებდნენ. შესაძლოა ზოგი იძულებით იყო, შესაძლოა მე ვერავის ვერ დაუფიცებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აკეთებდნენ. იყვნენ ასეთი აგრესიული პიროვნებები, რომლებიც არ ერიდებოდნენ ასეთ მედებებს. იყვნენ შექმნილი იყო ასეთი ჯგუფები. თუნდაც ის ეგრეთ წოდებული ტაქსისტების შესვლა აქცია რუსთაველზე რომ აქცია მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული ტაქსისტები კარალეთის ჯერ ვერხების დევნილთა ჩასახლებაში შემოსვლა რომ მოხდა 2012 წელს და შემდეგ კარალეთის დევნილთა ჩასახლებაშიაც მოხდა მათ მიერ მოხდა ეს ყველაფერი იმ დროს შექმნილი ჯგუფებისგან მაგრამ ეს არ გამოხატავდა სრულიად დევნილების პოზიციას მაგრამ გარკვეული შიშის ქვეშ იმყოფებოდა მოსახლეობა იმ პერიოდში ალბათო ნონა წერან თქვენ ყვებოდით თქვენი დიალოგის შესახებ დედა თქვენი როგორ გაიძულებდათ რომ წამოსულიყავით და საბოლოოდ მაინც ბოლომდე ვერ გავერკვეთ ერთად გამოხვედით ბოლოს თუ დარჩა ამერ მოგვიანებით გამოხვედა ბატონო სოზარ მე იმ პერიოდში ვმუშაობდი სამოქალაქო რეესტრის ერების სამსახურში და ჩემი სამსახური იყო ახლოს და რახან გადმოგამოვდიოდი ავედი სამსახურისგან დანგრეულ შენობაში უკვე მინებ ჩამტრეული, კარებ ჩამტრეული იყო ყველაფერი შევედი შიგნით. ის რაც ჩვენ გამოვიარეთ, მაგალითად ცხინვალიდან დევნილებმა რომ უკვე ჩანაწერები აბადების ჩანაწერები და ბევრი რაღაც არ ხელახლა მოგვიწია იმის აღდგენა, ვიფიქრე რომ ეს პრობლემა მომავალ თაობასაც არ შეექმნა და არქივი გამოვიტანე და წამოვიღე და წამოვედი. სამსახურიდან გამოვიტანე სამოქალაქო აქტები. და ჩამოვიტანე წერეთელზე ჩავაბარე სამსახურს. სამოქალაქო რეესტრის მთავარ ოფისში კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენ კომისიის და ხელისუფლების სახელით, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი მეხსიერება თქვენ დევნილებს შეუნარჩუნეთ, იმიტომ რომ თქვენ და მე კი მოგვეხსენება რამდენად რთულია, როდესაც ადამიანს საბუთი აკლია და პირადობის მოწმობას ვერ იღებს. ბატონი სოზარი წერანი უსმენდით გადაცემა, სადაც თქვენ საუბრობდით და სხვაებიც, უბრალოდ ეს იყო ძალიან ესეთი ემოციური, ტკივილი და სიმართლით სავსე გადაცემა, თქვენი გამოსვლები უпростоრად და ეს გადაცემა იყო 2013 წელი. ანუ მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა. იყო თუ არა შესაძლებელი რომ მსგავსი გადაცემა თქვათ სანამ ხელისუფლება შეიცვალა მანამდე ყოფილიყო მანამდე გელაპარაკათ ეს სიმართლე ან თუ იტყოდით რა ბედი გემუქრებოდა თქვენი აზრით სურვილიც არ ექნებოდათ რომ ასეთი გადაცემა შემდგარიყო თუნდაც მაშინ არ ქონდათ მაინც და მაინც ბატონ ვახოსანაიას მაშინაც არ ქონდა დიდი სურვილი რომ ჩვენ ამ ყველაფერზე გვესაუბრა ჩვენი დიდი სურვილიდან გამომდინარე მოხდა ჩართვები და საუბრობდა ისევ ბატონი მალაშხია მაგ პერიოდში და ჩვენს მიერ იქნა მოთხოვნა რომ თუ კი ჩვენ არ გვექნებოდა იმის საშუალება რომ ჩვენ ამ პრობლემებზე დავილაპარაკებდით რა აზრი ქონდა ჩვენ სტუდიაში მოყვანას და მას მერე მოგვეცა მაშინაც კარგად მოგეხსენება იმედი იმ პერიოდში ისევ გარკვეული წნეხის ქვეში მე პატრონები ვინც იყვნენ მაშინაც მაინც და მაინც არ უეძლეოდა იქიდან გამომდინარე ვახოსანაი არ გვაძლევდა საშუალებას მართალი რომ გითხრათ რომ ჩვენ სიმართლეზე ველაპარაკა და ეს ყველაფერი რომ დაუშვათ მომხდარიყო 2012 წლის 1 ოქტომბერში რომ ეს გელაპარაკა წლის 1 ოქტომბრამდე რომ ეს არ მოხდებოდა ეს ფაქტია არა რომ მოხდარიყო თქვა თქვენი ბედი რა იქნებოდა
ალბათ ან მე აღარ ვიქნებოდი ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი. და კიდევ ერთი თქვენ წეგან ახსენეთ ზონდერ ბრიგადები და უშიშროების თანამშრომლები. ეს ზონდერ ბრიგადები, რა ვიცი, მაინც ცნობილია, მაგათ ვინ ხელმძღვანელობდა და მე მგონი გვარი სახელიც უნდა დავასახელოთ ხეობიდან დევნილი, ასევე ბადრი ბასიშვილი. ბასიშვილის ზონდერებს გულისხმობთ, როცა რომლებიც ხელმძღვანელობას ახდენდნენ მოსახლეობაზე. რო თქვათ მათ არ ელაპარაკებთ. ბადრი ბასიშვილის დაქვემდებარებული ზონდერ ბრიგადები. კი ბატონო, კარგი მადლობა. ქალბატონონა, მამასახლისის ინსტიტუტი რომ ჩამოაყალიბეს, რომლებსაც თქვენ უნდა ეკონტროლებინეთ. თქვენ ყავდათ თქვენი მამასახლისი იმ დასახლებაში თუ სოფელში? ვინ იყო ეს ხო არ გახსოვთ? არ შევიკავოთ, თუ შეიძლება. არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, არ იყო იმავდროულად? არა, უბრალოდ პიროვნება იყო, რომელიც შესაძლოა იძულებული იყო რომ ეს ეკეთებინა, შესაძლოა ეს მაგრამ იმ პერიოდში კი, მეზობელი, ახლობელი, დევნილი თქვენსავით, რომელსაც დააკისრეს ეს ფუნქცია. მაგრამ მაშინ ასეთ შემთხვევაში რა კი გვარი არ ვიცით და ვერ გამოვკითხავთ მას. თქვენ რომ გითხრათ უფრო დეტალურად, აი დავინიშნეთ რომელიმე ჩვენგანი მამასახლისად და რა იყო ჩვენი რა იყო მისი ფუნქცია კონკრეტულად. რამდენი ოჯახის კონტროლი? ფუნქცია იყო ასეთი, უნდა სწოდნოდა ყველა პოზიცია, როგორ პოზიციაზე იყო თითოეული ოჯახი, ხომ არ იყო მათ შორის ვინმე განსხვავებული აზრის, მათთან დაპირისპირებული პირი, რაიმე საფრთხე ხო არ შეექმნებოდა რომელიმე მის დაქვემდებარებაში მყოფი ოჯახიდან მაშინვე ხელისუფლებას, რაიმე პრობლემა ხომ არ იქნებოდა, შეექმნებოდა. ეს ყველაფერი უნდა სწოდნოდა მას. ეს იყო პოლიტიკური კონტროლის, პოლიტიკური იდეოლოგიური კონტროლის მექანიზმი და ვის აწვდიდა შემდეგ ამ ინფორმაციას თავისთვის ხომ არ იტოვებდა თქვენ როგორ იცით? თავის შემდგომ ხალხს კარგად არის ცნობილი, ვინც იყო მათი ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი. უნდა სწოდნოდა მას ყველაფერი. ბადრი ბასიშვილი, რომელთანაც არა მხოლოდ ეს კონტროლი, არამედ ბევრი სხვა უბედურება ასოცირდება იმ დროინდელ დევნილებსა და უფრო ფართოდ შიდა ქართლში. გასაგებია, კითხვები თუ არის წევრების მხრიდან? კითხვები აღარ არის, ქალბატონი ნონა ჩვენთან ერთად არის. ქალბატონი ნონა, თქვენ თავად თუ გნებავთ რაიმე დაამატოთ? ბრძანეთ და დაგემშვიდობებით. მე ერთი ჩემი დიდი სურვილი რომ ღმერთმა ინებოს და ჩვენ მალე დავბრუნდეთ ჩვენს მიწა-წყალზე, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და ყველა დევნილს ვუსურვებ გამძლეობას და იმოცნების ახდენას, რაც არის ცხინვალის რეგიონში დაბრუნება. ეს მინდა ყოველს დავამატო. ქალბატონო, მადლობა. თქვენ ამჟამად ოჯახი გაქვთ შექმნილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხომ ასეა? გყავთ შვილები? ორი ტყუპი. ქალბაჟი. რა ასაკის არიან? 1 წლის და 2 თვის. გასაგებია, გილოცავთ და ნუ ეს ის ასაკი ჯერ არ არის, როცა შეიძლება მათ თქვენი დევნილობის შესახებ უამბოთ, მაგრამ ამ ტკივილის გადაცემა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილმა ახალმა თაობამ იცოდეს, რომ ის დევნილია და რომ მას აქვს სამუშაო მშვიდობიანი გზით იმისთვის, რომ იქ დაბრუნდეს, საიდანაც მისი მშობელი თავის დროზე იძულებული იყო წამოსულიყო, მით უმეტეს თქვენ შემთხვევაში ორჯერ. ამას ვუსურვებ მე თქვენს შვილებს დაბრუნებას თავიანთ დედულეთში, მშვიდობიანი გზით, ბატონი სოზარი შეაჯამებს, შემდეგ თქვენ და თქვენს ნაწილს ამ სხდომის დავხურავთ. წეგან ქალბატონო ნონა, თქვენ ბრძანა გაიხსენეთ სააკაშვილის ის გამოთქმა, რომ ქვაღორღიანი ადგილებიოდა.
ამ ხდომის ფარგლებშიც ბევრჯერ გაგვიხსენებია ეს ციტატა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო იმისთვის, ვინც შეიძლება დღეს გვისმენს მარტო, რომ აი ამ ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ 2011 წელს ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას ამერიკულ ჟურნალს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ არაფერი არ დაგვიკარგია საქართველოსო. ის რაც დავკარგეთ, ეს არის რაღაც ქვაღორღიანი ადგილები, რომელთაც ნული ფასი აქვთ. ნული ფასი. ერთადერთი რისთვისაც შეიძლება გამოიყენონო, ეს არის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შეტევაო. ანუ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე ამბობს, რომ მას აქვს ნული ფასი და მეორე გარდა იმისა, რომ შიდა ქართლი, აი ეს რეგიონი, საიდანაც თქვენ ბრძანდებით, არის მართლა საქართველოს გული, ეს არის წალკოტი, აი ბუნება, უფრო ლამაზი ადგილი საქართველოს არ აქვს, უფრო მდიდარი, უფრო ნაყოფიერი, უფრო ლამაზი, აი ეს მართლა წალკოტია და აი ეს უბრალოდ ფასი რო არ ქონდა მისთვის არც საქართველოს, არც მის რომელიმე კუთხეს და მართლა რო უსამშობლო ადამიანი იყო, ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ თავისი ინტერვიუთი. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი გამძლეობისთვის და ბრძანეთ ქალბატონო ნონა, მადლობას უერთდები, ბრძანეთ და უნდა დაგემშვიდობოთ. ნამდვილად ჩემთვის კი არა, ვინც კი ნამყოფი არის ცხინვალის რეგიონში, ერთხელაც კი გაუვლია, მისთვის ნაცნობია როგორი მადლიანი მიწა, როგორი ლამაზი მხარე დაიკარგა და სააკაშვილის რაგონია ამისთვის პასუხს მიიღებს. იმედია წარსდგება სათანადოდ კიდევ მართლმსაჯულების წინაშე, აი ამ დანაშაულისთვისაც, რაც მან ჩვენს მხარეს, ჩვენს ხალხს მოუწყო, იმედი მაქვს ამის ძალიან დიდი. მადლობა მინდა მოგახსენოთ ქალბატონო თია, თქვენ პირადად და სრულიად თელს კომისიის წევრებს ყველას მოწვევისთვის, ჩართვისთვის. ძალიან ბევრია სათქმელი, მაგრამ თითქოს რაღაც ტკივილი მახრჩობს და მიჭირს საუბარი. ძალიან ძნელია, არ მოვიწყდება, დავიწყება ძალიან ძნელია იმის, რაც გამოვიარეთ, უბრალოდ მოყოლა რთული ყოველთვის. იმის გადმოცემით, სიტყვების იმის გადმოცემა, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რაც ჩვენ გადაგვდა თავს, ძალიან ძნელია. ხშირად სიტყვების მოძებნა მიჭირს. მადლობას მოგახსენებთ ჩართვისთვის და წარმატებთ თქვენ. მადლობა თქვენ. თქვენ ისიც იცოდეთ, რომ არაერთი პირია, რომელიც კომისიის წინაშე ყოფილა მოსმენაზე თქვენსავით და შემდეგ დაგუკავშირებია და უთქვამს, რომ აი ესა და ეს ფაქტი ნერვიულობდი გამომრჩა და ეს შესაძლებლობაც არის, რომ სანამ ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის ყველაზე გვიან 4 ივლისი წერილობით მოგვაწოდოთ თუ ჩათვლით შემდეგ რომ რაღაც ფაქტი, ინფორმაცია გამოგრჩათ და გაგვთ სურვილი რომ კომისიას ამის შესახებ გქონდეს. ეს შესაძლებლობაც ჯერჯერობით არსებობს მომდევნო 1 თვის განმავლობაში. დიდი მადლობა თქვენ შვილებს და თქვენ ასევე დაბრუნებას გისურვებთ და ქვეყანას გამდლიანებას მშვიდობიანი გზით. წარმატებებს გისურვებთ და მუნიციპალიტეტს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ თანამშრომლებს, ვინც კადრში არ ჩანან, მაგრამ ალბათ თქვენთან ერთად არიან. დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ მერს და ასევე ჩვენს დეპუტატს გურიიდან ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, რომელიც დაგვეხმარა დღევანდელი ხდომის ორგანიზებაში. კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ 2 წუთი ტექნიკურ შესაძლებლობას. მადლობა. ჩვენ 2